მოგესალმებით პატიცებულ უსმენელებო, პატიცებულ მაყურებლებო. წინა გადაცემის დროს ჩვენ დავაანონსებთ და ვიდით, რომ შევეხებოდით თემას, რომელიც ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს. ეს გახლავთ შეკრება თავყრილობა, სადაც ბატონის ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს 30 თუ 32 დეპუტატი მაშინდელი წარმომადგენლობა შეიკრიბა და რომ მათი თქმით, მათივე გაჟღერებით განიხილეს საკითხი და ბატონი გურამ აფსნაძე იქნა არჩეული კანონიერი ხელისუფლების, აღდგენილი კანონიერი ხელისუფლების მეთაურად. ესეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ეს განყენებულია და საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და განცალკევებით განვითარდა ეს მოვლენა, თითქოს საერთო პოლიტიკური დუღილიდან განცალკევებით ხდება, ეს ყველაფერი დამოუკიდებლია საერთო პოლიტიკური კონტექსტიდან, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, ჯერ ერთი იქიდან გამომდინარე, რომ ეს რაღაცა მაინც ახლა ამ ეტაპზე, როდესაც კრიტიკულ წერტილს უახლოვდები, დასახელებულია ოფიციალურად დაანონსებულია ხელისუფლების დამხობის თარიღი, ეს არჩევნების დღეს დაამტყიეს 4 ოქტომბერი იქნა გამოცხადებული ამ დღეს რადიკალური ოპოზიციის მიერ იქნა დაანონსებული და მაინც ახლა ხდება ეს, რომ კანონიერი ხელისუფლების მაშინდელი წარმომადგენლობის რაღაც ნაწილი ჩდება და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას, რას უნდა უკავშირდებოდეს ეს და რაღა მაინც ახლა. დღევანდელ პოლიტიკურ დაპირისპირებაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, როგორც ხელისუფლება, ისე ის რადიკალური ოპოზიციად შერაცხული ის მეორე მხარე, რომელიც არჩევნების ფერხულში არ მონაწილეობს, არჩევნებში არ მონაწილეობს და ქუჩური გამოსვლებით კრიტიკული მასის ქუჩაში გამოყვანით აპირებს ხელისუფლების შეცვლას. მშვიდობიან დამხობად იქნა მონათრული ეს, მშვიდობიანი დამხობა რამდენად არსებობს ეს მეორე საკითხია. საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აუტანლობა აქვს არსებული ხელისუფლების მიმართ, ქართული ოცნების მიმართ, მაგრამ ის დიდი ნაწილი გაჩუმებულია იმ შიშით, რომ თავისი ხმის ამოღებით, თავისი გააქტიურებით ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე არ დაასხას წყალი და თანამონაწილე არ გახდეს ქვეყანაში აი ამ პროცესებისა, რომელიც შეიძლება 4 ოქტომბრის შემდეგ ეს არეულობა, გადატრიალება, რევოლუციური სცენარი განვითარდეს. სწორედ ამ დროს ჩდება რაღაც ძალა, უბრალოდ აი წარსულიდან ხდება ამოწევა, რომლის მიმართაც სამაგიეროდ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს დიდი სიმპათია აქვს და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრს მონატრებაც არ აქვს, ხო, იმ დროის, როდესაც ყველანი ერთად ზეიმობდით საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ეს დრო თანაც უკავშირდება ბატონ ზვიად გამსახურდიას ჯერ უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეობას და შემდეგ პრეზიდენტებას და აი ამ ფონზე, როდესაც მართლაც და ერთი მხარეს და მეორე მხარეს მიუღებელია საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, სცენაზე შემოყავთ კანონიერი ხელისუფლების, აღდგენილი კანონიერი ხელისუფლების სახელით გარკვეული ჯგუფი, რომელმაც ჩემი აზრით, ბოდიშთა ჟარგონისთვის, მაგრამ უნდა გააправოს ქვეყანაში ის პროცესები, რომელიც შეიძლება გადატრიალებად მოგვევლინოს დღეს თუ არა ხვალ. ეს არის პრინციპში ჩემი შეფასება, პირადად ჩემი აზრი, მე ვერ დავდებ თავს, რომ ეს ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება ეს სწორედაც აი ამ თამაშის ნაწილს შეადგენდეს. კახა, შენი აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ
შევყიდით ჩვენს მენელს და დღეს რამოდენიმე წუთი თუნდაც ნახევარი გადაცემა დავუთმოთ ამ საკითხს. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. მაყურებელს წინა გადაცემაში ასეთი პირობა დავდეთ. უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მთელ მსოფლიოში, რაც გვეხება პირდაპირ. ქართული საზოგადოებრიობა ამობს, რომ არა პირდაპირ არ გვეჩქარება ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები და მიზნები გვაქვს და თითოეული მათგანი ცდილობს თავისი გაიტანოს, ისე მოაწყოს, ისე წარიმართოს, როგორც თითოეული ჩვენთაგანს წარმოუდგენია. დრო არ ითმის. ჩვენ ფიზიკურად ვერაფერს დავაჩქარებთ. ძალა მათ ხელშია, ზოგადად ძალა ფულის ხელშია, ფული მართავს ამ ქვეყანას, კაპიტალიზმია, მასონიზმია, სიონიზმია, დედამიწაზე თავისი მზარდი კრიზისით, ფეთქებადი, მსოფლიო ფეთქებადი მდგომარეობით. შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა არა გვაქვს ჩვენც და ერთგვარად ველოდებით მიმდინარე პროცესების გარკვეულ ლოგიკურ და დასასრულსაც ვერ ვიტყვით, გარკვეულ ლოგიკურ ზღვრამდე. მანამევა, ეს არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები, არსებული ხელისუფლების შეცვლის საფუძვლად უნდათ რომ აქციონ და აქ დასამალი და დაფარული უკვე არაფერი არ არის. მსოფლიო პოლიტიკის ტექტონიკური რღვევა მიმდინარეობს, ძველი წესრიგი იცვლება და ამ ტექტონიკურ რღვევიდან გამომდინარე არსებული ფაქტობრივი ხელისუფლება აღმოჩნდა სხვა ტექტონიკურ, ასე ვთქვათ, ბაქანზე, სხვა ბაქანზე. და მეორე ბაქანი იქით დარჩა დასავლეთის, ეს ევროპის და ამერიკის იქით დარჩენილი, ესენი აქეთ არიან. თუმცა ამათი სააღმზრდელო სკოლა ერთია, ყველა ვთანხმდებით, საბჭოთა სისტემა უნდა დაშლილიყო და უნდა განადგურებულიყო, ელცინი ჩავიდა და უპატაკა, ჩვენ ისე გავაკეთეთ, რომ კომუნიზმი ვერასოდეს ვეღარ გაიხარებსო და განმომიბარებია თქვენთვისო მთელი ჩემი ქვეყნიერებაო და მეთო დალოცი ამერიკა, რომ ჩვენს დალოცვილი ვიყოთ. ესა ფორმულა. ის ნაწილი საზოგადოების, რაც წარმართველ პროცესებში მონაწილეობდა, ძირითადად მოგვამზადეს იმის დასანგრევად და იმის დასამკვიდრებლად, რაც დამკვიდრებულია. და რა დაგვამკვიდრებინეს, დაგვამკვიდრებინეს ის, რომ ერები უნდა გაქრეს, საზღვრები უნდა წაიშალოს, ნეობა უნდა დაიკარგოს. აი ამისთვის მომზადდა იდეოლოგიური საფუძვლები, ამისთვის მომზადდა სპეციალური კადრები, მიგვაღებინეს მონაწილეობა, თუმცა აქვე იყო ეროვნული მოძრაობაც. ეროვნული მოძრაობა საქართველოში რამდენადაც ქართველიერი არსებობს, თითქმის იმავე ხნისაა, იმიტომ რომ თუ არსებობს ერი, ეს პრობლემა აქვს და ისეთ ადგილზე ვიყავით, რომ მუდმივი პრობლემები არ გვაკლდა. ამიტომ ეროვნული მოძრაობა სხვადასხვა ფორმით ყოველთვის არსებობდა. თუ ესე გამოვკვეთ, რომ ჩვენ საბრძოლი გქონდა, რომ თავი გადაგვერჩინა და გზა გაგვეკაფა ამ რთულ ვითარებაში, 1000-წლოვანი პერიოდების განმავლობაში, ყოველთვის ეროვნული მოძრაობა ამა თუ იმ ფორმით არსებობდა და იბრძოდა საქართველოს თვითყოფადობისათვის. აი ეს ძალები გარკვეულ დიდ პროექტში შევიდა, რომ უნდა გაჩენილიყო საბჭოთა სინამდვილეშიც, იმიტომ რომ სისტემა მთლიანად უნდა დაშლილიყო და ჩამოყალიბდა ზუსტად გამსახურდეს მეთაურობით. მერაბ კოსტავა ზუსტად გამსახურდია ეროვნული მოძრაობის თავკაცები გახლდათ, რა თქმა უნდა. თავის დროის უდიდესი ავტორიტეტები იყვნენ ორივე.
მაგრამ დასავლეთის და გარე ძალების და მასონობის ინტერესები და ეროვნული მოძრაობის ინტერესები მანამდე იყო თანხვედრილი, სანამ საბჭოთა კავშირს დაშლიდნენ და დაშლის შემდეგ ამ ორი ძალის ინტერესები თვისობრივად გაითიშა და გაიყო. როცა დამოუკიდებლობა მივიღეთ, ჩვენ უნდა აგვეშენებინა სუვერენული თავისუფალი საქართველო, რომელიც საკუთარ რესურსს გამოიყენებდა გაცილებით უკეთესად, იმიტომ რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვყუտնებოდა, ესეთ ფორმულა რაც დიდმა ილიამ დატოვა. და როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, გაიყო ინტერესები. და გამithარდა ის პროცესები, რასაც პუტჩს და გადატრიალებას უწოდებს და არის რეალურად მომხდარი საქართველოს ისტორიაში. ახლა დანარჩენი არჩევნები ტარდება, საჭიროა უთებთან ხალხის მიყვანა და ამ მასაში, ზევიდან მასად განვიხილებით ჩვენ მეტი არაფერი, ამ მასაში რაც პოპულარულია, რაც ჩვენს სულში და გულშია, ტარდება კვლევები და ყუთან რომ მიგიყვანონ, ავტორიტეტებს იყენებს არსებული სისტემა. ორ ავტორიტეტს ახლა არ მივყვები იმ თემას, რამდენად ეს კანონიერი ხელისუფლება, ეს შესაძლებელი იყო თუ არა, რომ უმცირესობა, მაშინდელ უზენაეს საბჭოს შემადგენლობა რა იყო, რამდენი ადამიანია უფლებამოსილი მიიღოს, გადაწყვეტილება, რამდენი ხნის განმავლობაშია ლეგიტიმური დაუშვათ და ასე შემდეგ, ვინაა ცოცხალი იქიდან, ვინ არ არის ცოცხალი, ეს ისეთი საკითხებია, რომ ახლა ამის განხილვა პრინციპში მაინც სხვა თემა არის, ეს შეუძლებელია. ახლა მე მგონი ლეგიტიმაციის საკითხზე სერიოზული მსჯელობა უკვე არასერიოზული იქნება. კი მართალია, რო შევაჯამოთ, ახლა 32 კაცი იკრიბება და 20-30 წლის წინანდელი პარლამენტს მეწარმოადგენდა მთავრობის თავმჯდომარე ავირჩიე და ესაა კანონიერი ხელისუფლებაო, 20-30 ადამიანი რო შეიკრიბა, ამაზე სერიოზულად ვერ ვიმსჯელებთ. 35 წლის წინანდელი მას ერავის ნოე ჟორდანიას მთავრობის წარმოადგენლებს მემკვიდრები 5-10 ადამიანი შვილიშვილები რო შეიკრიბონ და რომ გამოაცხადონ, რომ მთავრობა კანონიერი მთავრობას ჩვენ წარმოადგენთ, იმიტომ რომ ბოლშევიკებმა დაგვამხესო და ამიტომ ახლა ასე და ასე უნდა იყოსო, ასეთ შეიძლება, ახლა ჩვენ შეიძლება დავსხდეთ და ვთქვათ, რომ ვიცი რა, რაღაცნაირად გადავწყვიტოთ და ჩამოვაყალიბოთ ის აზრი, რომ ჩვენ რაღაცა მიმართება გვაქვს ჩინეთთან და იქნებ ჩინეთის იმპერატორი აქვე ავირჩიოთ და გამოაცხადოთ. არასერიოზული ერთ ქართული ანდაზა არსებობს, მე და ჩემმა ქმარმა ვანაწილეთ, ქონება ვანაწილეთ და ჩემ ასას არაფერი შეხვდაო. დაждდეს 32 კაცი. გადაანაჭირწილეს მთავრობის კანონიერი მეთაურის პოსტი, ლეგიტიმურობის საკითხი და სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომელიც მათ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობდნენ, იმ არჩევნებში გაყალბებული იყო თუ არ იყო გაყალბებული, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო აღიარებული. თუნდაც იგივე შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლები, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ 11 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც კანონიერად ცნო საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კანონიერად ცნო სხვადასხვა მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო, ამათ არაფერი არ შეხვდათ იმ კანონიერებიდან. ესე გამოვიდა ბოლო ჯამში, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ჩვენ ვართ, მედიატორი ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ორ ძალას შორისო და ამაზე შემდეგ შეიძლება რაღაც რამოდენიმე სიტყვის თქმა. მე ისი გამოკვეთა მინდოდა ჩემალი, რომ არსებული ფორმაცია კაპიტალიზმი და მასონიზმი, რომელიც ეროვნულობას გამორიცხავს, რომელიც გამორიცხავს სამართლიან გადანაწილებას, ნიველირებაზე არაა ლაპარაკი, სამართლიან განაწილებას, ეროვნული დოლათის, შრომის და ასე შემდეგ რა. ეს არის ასიმეტრიული გადანაწილების, უკიდურესად ღარიბთა დიდი მასა და უკიდურესად გამდიდრებულთა კასტა იქმნება და ასე შემდეგ. ასეთ პირობებში
საჭირო არის თანამედროვე მართვის, პოლიტიკური მართვის მეთოდი ეყრდნობა არჩევნებს. ასეთ დროს, ასეთ პირობებშიც მაინც უნდა ახერხებდე, რომ ყუთებამდე მოიყვანო ადამიანი, ჩააგდებინო, რომ გააფორმო, რომ უმრავლესობა მომცა ხმა. და ხალხო, მე თქვენს მიერ არჩეული ვარ და თქვენი ხელისუფლება ვარ. იმდენი მაინც უნდა მიიყვანო, რომ საერთო ფონი შეიქმნა, რომ საბოტაჟია ეს არ არის. ეს სპექტაკლია, რომელიც უნდა ბოიკოტი არ არის ამ არჩევნების მიმართ. ხალხი მიდის აი ხალხი მიდის. ეხლა 1-2 შერეკილი თუ ბოიკოტს უცხადებს, ეგ არაფერი არ თავარია. დაუდგე და მივიდა. ეხლა რომ მიიყვანონ არჩევნებამდე საჭიროა მაშინ ამ ხალხის სულში და გულში რაც არის რა ავტორიტეტებიც არსებობს და ჩამოყვა ისტორიულად ჩამოყალიბ და ამ ავტორიტეტებით მიდის სპეკულირება და ორს გამოვყოლდით ილია ჭავჭავაძეს და სვიად გამსახურდიას. დიდი ხანი არ არის გასული ილია ჭავჭავაძეს მკვლელობის თარიღი იყო და გამსახურდიას ვაჟი მოიწვიეს ერთ ტელევიზიაში გოგო გამსახურდია ბატონი კონსტანტინე გამსახურდია უდიშით და შეადარებინეს რომ მე-20 საუკუნის დასაწყისი დაიწყო ილიას მკვლელობით და 21 საუკუნე არა მაგრამ მე-20 საუკუნის დასასრულიც დიდი ეროვნული მოღვაწის მკვლელობით დასრულდა ეს და გარკვეული შედარებები მოხავდათ. რა თქმა უნდა, სამართლიანი და ვიზიარებთ ასეთ ტიპის შედარებებს. საარჩევნო კამპანიებში დიდ სურათებათანდაც თავიანთი მოღვაწეობის დროს წინარე ხელისუფლებაც იყენებდა ილია ჭავჭავაძის სურათი ჰქონდა ჩამოკიდებული, ლოზუნგებად აქციეს რომ ილია ჭავჭავაძეც პირველი ლიბერალი იყო და თქვენ რომ ლიბერალის შეხლა ლაფში სვრითო ის იყო პირველი ლიბერალიო ეს ქუჩაში ვისაც გამოყავს ხალხი იქ არიან ეს წარმომადგენლები რომლებიც ამის დასაბუთებას ცდილობენ ილია ჭავჭავაძის სურათების გამოყენებას მიხეილ სააკაშვილიც ხშირად მიმართავდა და ეს ხელისუფლება, რომელიც ტექტონიკური რღვევიდან, სოფლიო პოლიტიკის ტექტონიკური რღვევიდან გამომდინარე სხვა ბანაკში აღმოჩნდა, ეს არსებული ჩვენი ხელისუფლებაც, ოცნების ხელისუფლებაც, პირდაპირ იყენებს ილიას თეზისებს ენა მამული სარწმუნოება. უნდა გადავარჩინოთ ოჯახები, გადავარჩინოთ მამული და ასე შემდეგ. ესენიც იყენებენ, იქით ამ მხარეც იყენებს, მაგრამ იქით ამ მხარე ეროვნული თვალსაზრისით ძალიან გაკოტრა და უაღრესად კოსმოპოლიტურია თავისი ფერადი დროშებით, თავისი ევროპეიზმით. აშკარაა რომ ქუჩის რესურსი აღარ ყოფნის, ამიტომ საჭიროა რაღაცნაირად გამსახურდიას ფაქტორის გამოყენებაც. რაღაც შუალედური რგოლის შექმნა რომ იქნებ გარკვეულ ნაწილს დააჯერონ რომ აი ეს კანონიერი, ეს კანონიერება, ეს კანონიერი არ არის ფაქტობრივი ხელისუფლება. ეს თუ მოირღვევა, აი ეს კანონიერი ხალხო თქვენ რო გიყვარდათ გამსახურდი, აი იმისი წარმომადგენელია და ეხლა ეს შეგვარიგებს, ეს დაგვარიგებს. აი ჩვენს უყურე კოსმოპოლიტებს კი გვეძახით და ჭრელა-ჭრულა დროშებით კი დავბიართ, მაგრამ აი ეროვნული მთავარია, კაცო, იმ კანონიერს ხო 2012 წლამდე ყოფილი ხელისუფლების დღეს რადიკალური ოპოზიცია რო ქვია. აი მათი დაბრუნების პერსპექტივა ძალიან ბევრს აფრთხობს. ძალიან ბევრს აფრთხობს და ამიტომ შემოყავთ სცენაზე ძალა, შემოყავთ ვექტორი, რომელსაც ძალიან ბევრი გაყოლება შეუძლია. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობ. ამ რესურსებს იყენებენ. კი ბატონო, მათი ჩანაფიქრი ასეთია, რომ ამ ხელისუფლების დასამხობად მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის ძალა და ძალისხმევა არ არის საკმარისი. უკვე არასაკმარისია და საჭიროა ახალი. ამიტომ საჭიროა პოლიტიკურ სცენაზე ისეთი გუნდის, ისეთი ჯგუფის შემოყვანა, რომელიც საკმაოდ დიდ მასებს გაიყოლიებს. აი ძველი პატივისცემით, იგივე ზვიად გამსახურდიას მიმართ. იგივე იმ დროის, როგორც თქვი, მონატრების და ნოსტალგიის მიმართ, როდესაც მართლაც ეს დიდი სიხარული იყო, როდესაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ და პირველი
ეროვნული ხელისუფლება ყავდა, პირველი ჩვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი ყავდა. აი ამ გრძნობებზე აპირებენ თამაში როგორც ჩანს. მაგრამ აქ ერთი რაღაც არის კიდე განსახილველი, როდესაც ეს ეგრეთ წოდებული კანონიერი ხელისუფლება აღდგენილი, ახლად აღდგენილი კანონიერი ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი კურსი იქნება ევროკავშირთან, ევროკავშირში შესვლა და ევროპულ ქვეყნებთან, ამერიკასთან ახლო სტრატეგიული ურთიერთობები. ჩვენ გავიხსენოთ, ვისი ხელით იქნა ზვიად გამსახურდია და ის კანონიერი ხელისუფლება დამყოფილი. თვითონ გამსახურდიას ინტერვიუს ჩავხედოთ იმ დროს, როდესაც პირველი დაპირისპირებები დაიწყო დასავლეთსა და საქართველოს ახლად არჩეულ მაშინდელ ხელისუფლებას შორის. რისი წინააღმდეგი იყო ბატონი ზვიად გამსახურდია? ბატონი ზვიად გამსახურდია წინააღმდეგი წავიდა იმ პროცესების, რომელიც უკვე მთელ აღმოსავლეთ ევროპას და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იყო მასშტაბურად მოდებული და ესე დაუფიქრებლად და განუზომლოდ ესე მიდიოდა პროცესები, რასაც ქვია ხელაღებული პრივატიზაცია და ეგრეთ წოდებული ეკონომიკური შოკური თერაპიის მიმართულებით არ უნდა ქვეყნის წაყვანა. აი პირველი დაპირისპირება იქ და მამა ბუშის შემონათვალი, რომ გამსახურდია და მაშინდელი საქართველოს ხელისუფლება დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, სწორედ აი ამ საკითხებს უკავშირდებოდა. და ზედაც ბატონმა ზვიად გამსახურდიამ უპასუხა და ამ პასუხით დღემდე ვამაყობთ ალბათ ქართველები, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან. გავიხსენოთ ეს დრო, ჩვენ ხო არ ვიგონოთ ეს ხო ნამდვილად ესე იყო. ბოლოს და ბოლოს ზვიად გამსახურდიას სახელის წამოწევით, რომ უნდათ მასების აყოლიება და თავისთვის სასურველ კალაპოტში ჩაყენება მოვლენების. ბოლოს და ბოლოს წაიკითხონ ბატონ ზვიად გამსახურდიას მშობლის მამის, დიდი კონსტანტინეს ამერიკული კანიბალიზმი და ევროპული რეაქციონიზმი. აი ამის თქმა ჩამატება მინდოდა ის, რომ იცი რა, თითქოს ეს რაღაც სხვა ჯგუფია, მაგრამ პოლიტიკური ვექტორი იგივეა. მოდი მივყვეთ მაშინ ერთგვარად ვეცდები, რომ თანმიმდევრულად გამომივიდეს. ილია ჭავჭავაძის ლიბერალობაზე ხლა თანამედროვე ლიბერალი სასაცილოა, მაგრამ თანამედროვე ილია ჭავჭავაძის ლიბერალობა გულისხმობდა რას? ვიცით, რომ თავის ნაწარმოებაშიც მინისტრის ხო ხიჩატეხილობის პრობლემას. ანუ ერთმანეთის მიმართ კლასობრივია შეუწყნარებლობის საკითხში ლიბერალიზმის შემოტანას გულისხმობდა. და არა ის, რომ ერთსქესიანები ერთმანეთ უნდა ბოდიში და გორაობდნენ საწოლში და ერთ ჯვარს უნდა იწერდნენ ერთმანეთზე და ქორწინდებოდნენ და მშობელი ერთი და მშობელი ორი. არამხოლოდ ეს ამისი უბრალოდ ამ ფორმულირებით სიტყვის წარმოთქმაც კი მკრეხელობაა. რომ ილია ჭავჭავაძის ლიბერალობა ამას გულისხმობდა. თანამედროვე ლიბერალიზმი ითვალისწინებს ადამიანის ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობის, ადამიანის ზნეობრივი საკითხების გადახედვას და ადამიანის საერთოდ გადაწყობას. თანამედროვე ლიბერალიზმი აუქმებს სქესს, ეს ბუნების დადგენილი კანონების წინააღმდეგ წარმოუდგენელი ამოძრავებაა, არ ვიცი როგორ ჩდება ეს ტვინში ეს წარმოუდგენელი, მაგრამ ასია თანამედროვე ლიბერალიზმი გამოიხატება აი ამ მიმართულებით, რასაც არავითარი კავშირი არ გააჩნია ილია ჭავჭავაძის ლიბერალობასთან და ეგ სულ სხვა საკითხები, ილია ჭავჭავაძის ლიბერალობა სულ სხვანაირად გასაგებია, მამათა და შვილთა დაპირისპირება სულ სხვა ჭრილის ამბები იყო. ეს თანამედროვე ლიბერალობა არის სულად განსხვავებული მოვლენა, რომლის მიზანიც არის ადამიანი როგორც ასეთი შეცვალოს რაღაც ზიახალი ჰიბრიდით, რომელსაც არ ექნება არც სქესი, არც რასა, არც სახე რაღაც გამოკვეთილი და კორბით თუ რითი უნდა მოხდეს მომავლის პროექტირება, ხელოვნური ინტელექტით და ასე შემდეგ.
სრულიად განსხვავებული რაღაცის გამოყვანა უნდათ. ეს არის მუტანტი, ფაქტიურად თანამედროვე ლიბერალიზმი, ულტრალიბერალიზმი, ეს არის მუტანტის გამოყვანა. ბიორობოტის ჩამოქმნისა და გამოყვანის მეთოდოლოგია, რითაც დაავადეს ახალგაზრდობა, დაავადეს საზოგადოება და გადააგვარეს ადამიანის ნორმალური აზროვნების უნარი. რითაც ვინც უთავშია, მას უნდა საკუთარი პოლიტიკის გატარება, რომ მიაღწიოს აი ამ გზით, ასეთ ცხაურში გატარებით მიაღწიოს მსოფლიო ერთმართველობას, მსოფლიოზე ბატონობას. ეგ ვარდება, გასაგებია და ლიბერალის ახლა სიტყვა შეიძლება ერთ და იგივე იხმარება, მაგრამ თანამედროვე ულტრალიბერალიზმი სრულიად განსხვავებული რამეს მოიაზრებს თავის და ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი სრულიად სხვა რამე იყო. ილია ჭავჭავაძე და თანამედროვე ლიბერალიზმი ახლა მიაწერეთ, რომ ეს მემარცხენე მიმდინარეობა თითქოს რაღაც კომუნისტური თუ სოციალისტურია, მაგრამ სინამდვილეში ეს მემარცხენეობა და მემარჯვენეობაც აბსოლუტურად პირობითი ქარგა სადღეისო თავისი პირვანდელი შინაარსი სრულიად გამოცლილია და თანამედროვე ლიბერალი, ულტრალიბერალი ეს არის ულტრამდიდრების მომსახურე პერსონალი სინამდვილეში, რომელსაც არავითარი საერთო არ გააჩნია საბოლოო ანგარიში თუნდაც იმ სოციალური საკითხების მოგვარებასთან და გადაწყვეტასთან. თანამედროვე ლიბერალი ეს არის ეროვნულობის საერთოდ უარყოფელი, რასის და რწმენის უარყოფელი. ვინ არის ახლა ილია ჭავჭავაძე, ლიბერალი უწოდებდნენ, მაგრამ ეს უკვე ერთ და იგივე ტერმინი სრულიად სხვადასხვა შინაარსის შემცველია დღევანდელობაში და წარსულში. ილია ჭავჭავაძე არის პიროვნება, რომელიც უკვე ევროპაში როდესაც აგორდა კოსმოპოლიტიზმის პირველი უზარმაზარი ტალღა, რომ თავარია სოციალური საკითხების, სოციალური პრობლემატიკის მოგვარებაო და ეროვნული საკითხების იგნორირება წავიდა, ილია ჭავჭავაძემ დააყენა საკითხი, რომ ჩვენი ერი ვერ გადაიტანდა რევოლუციას, პატარა ერი იყო. ეს რევოლუცია, რევოლუციური შეჯახება ფენებსა და კლასებს შორის სისხლით გადაწყვეტა და გასწორება გასასწორებლის. ეს შეიძლება გადაიტანოს რუსეთის იმპერიამ, შეიძლება გადაიტანოს გერმანამ, დიდმა მრავალი ცხოველმა, დიდმა ერებმა, მაგრამ პატარაა საქართველოს აქ კლასობრივი შერიგება, ესე იგი ურთიერთგაგებით უნდა მიღწეული იყო ის, რასაც სხვაგან რევოლუციით საზღვრავდნენ და მთელი ილია ჭავჭავაძის შემოქმედება ამას ეძღვნება. ბატონყობის გაუქმების ბატონყობა დრო იყო მოსული, ეს იყო რა თქმა უნდა უკვე აბსოლუტურად რეგრესული წესხოველება და ეს უნდა შეცვლილიყო, გაუქმებულიყო. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა, არ გავაგრძელებ. მერთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარუძღვე წინა ეს უზარმაზარი ფორმულა დადო. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს პოეტური მეტაფორაა, მაგრამ ეს არ არის პოეტური მეტაფორა. ეს არის თავისი ფუნქციის გაცნობიერება და რეალურად ეს კიდე სხვა საკითხი ადამიანს მართლაც შეუძლია უზენაესთან გარკვეული მიმართება იქონიოს და ეს არ არის მისი ლიტონის სტუები და უბრალოდ გალამაზებული. ის მართლაც ერს მიუძღოდა წინ, ერის გადარჩენაზე ზრუნავდა კლასობრივ შერიგებასა და ასე ვთქვათ კლასობრივი ჩაგვრის, ერთდროულად კლასობრივი ჩაგვრის აღმოფხვრისათვის საჭირო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვისაც იღწოდა. ილია ჭავჭავაძე ქმნის ბანკს, გაკოტრებული თავადაზნაურობა ყიდის და აგირებს და იკარგება ქართული მიწები, ეს ქართული მიწები არ დაკარგულიყო და ამ საბანკო შემოსავლებს ახმარს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ ქართველებმა უნდა იცოდეს წერა, კითხვა, არ ჩამორჩეს განათლების და ცოდნის ეპოქას, რომელიც დადგა ამხელს ძველ დათქარიგებს და აღარ მოუკლებ. რამხელა ჭრეტა იყო. ხო, აი, ახლა აღარ გავაგრძელებ. ანუ ის ზრუნავს ერზე, ერის გადარჩენაზე, ბანკს ქმნის, იმიტომ რომ ქართველის მიწა თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ხელიდან ეცლებოდა, სხვების ხელში გადადიოდა და ერის მიწა თუ სხვა ერის ხელში სხვა ერის წარმომადგენლების საკუთრებაში გადავა ერი გაქრება და შემოაქვს ფორმულა ენა, მამული, სარწმუნოება, სამი უძვირფასესი რამ დაგვიტოვდა. მამული რო არ გაყიდულიყო, ეროვნულ ბანკს ქმნის ფაქტიურად, თავადაზნაურთა და ბანკს არ ქმნეს. ენა რო არ წაშლილიყო, ვიცით რომ ენობრივი რეფორმა და ასე შემდეგ, ამას აღარ გავყვებით. რა?
როგორც ის სააგირომამულო ბანკი განსხვავდებოდა დღევანდელი ბანკებისგან. დღევანდელი ბანკები პირიქით ჩაადებინებენ გლეხებს მიწებს, არჩევენ ამ მიწებს და მერე ყიდიან უცხოელებს. ხო, აი ესე. ისევე განსხვავდებოდა ლიბერალიზმი, ილიასეული გაგება ლიბერალიზმის დღევანდელი თანამედროვე ლიბერალიზმისგან. როგორ დღე და ღამ ერთმანეთსგან განსხვავდება, როგორც არ ვიცი კიდე რა შეიძლება მოვიყვანოთ ისეთი ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი. ჩვენ თემას დაუბრუნდით ჯობია შევსწავლეთ. ახლა მოვუტრიალეთ აქეთ, იმიტომ რომ ის მხარევი, ვისაც ქუჩაში გამოყავს ახალგაზრდობა და გაიძახის რომ ილიაც ლიბერალი იყო, სინამდვილეში ახლა რა ხდება ევროპა და ეს დასავლეთი რას გვაწვდის? რა მოგვაწოდა? თავისუფალი ბაზრის პრიმატი. ყველაფერი უნდა იყოს თავის ნებელობით. თავისუფლად, ანუ არ უნდა ზღუდავდეს სახელმწიფო და უნდა იყოს საზღვრები ღია კაპიტალისტის ზოგადად. ინვესტორი ღვთაება და ბენდუკიძე მოსკოვიდან რო ჩამოიყვანეს, ყველაფერი გავყიდოთ სინდისის გარდა. უნდა მოხდეს ტოტალური პრივატიზაცია. რაც არ ქონათ როგორ გაყიდნენ იმას. ახლა მოდი ესე მივყვეთ. ფული უბრალო ქართველების ხელში არ არის და არც იყო. ფული ვის ხელშია მსოფლიოში ვიცით. თუ ამ გზას გაყვები, მოიხედავ და აღმოაჩენო შენი აქ არაფერი აღარ არის. ესე იგი, ეს არის ამისთვის ზომები მიიღეს შევარდნაძის ხელისუფლების დროს 90-იან. ბალცეროვიჩის აი მცირეოდენი თანხების გადანახული და განაზოგი თანხები, რომელიც ქართულ საქართველოს მოქალაქეებს, ქართულ მოსახლეობას ჰქონდა შემნახვის სალაროებში. გაგიორმაგებთ და ოჯახში თუ კიდე ვინმეს ბოლო კაპიკები ხონდა, ისიც შეატანილეს და შემდეგ ძარცვა მოხდა რა ოფიციალური რეკეტი გახორციელდა. ეხლა როგორ არის გამსახურდია საკითხი, ესე იგი დღეს ვინც იქით ილია ჭავჭავაძეს იყენებს, ის სინამდვილეში არის ანტიილია. მთელი თავისი შეგნებით, მთელი თავისი ცნობიერებით, მთელი თავისი თანამედროვე მოღვაწეობით. ამას არც მალავდნენ, უბრალოდ ეხლა დღეს დაჭირდა, თორემ მაგათი იდეოლოგები, მაგალითად ბერძენიშვილები ღიად ლანძღავდნენ. ხო, გარკვეული პერიოდი ღიად ლანძღავდნენ, მაგრამ მერე გააჩნია რა და როგორ შეიძლება პოლიტიკის გამო ცოტა შეცვალონ ხოლმეანდაც გაჩუნდნენ, მაგრამ საბოლოოდ ესეთია მდგომარეობა, რომ იქ ვინც დღეს ქუჩაში გამოდის, ის არის ანტიილია და ანტიილია, ანტიეროვნული ჩამოყალიბება ევროპამ პირველ რიგში. ევროპაში ჩამოყალიბდა ეს იდეოლოგია, შემუშავდა, რითაც დაავადეს მთელი მსოფლიო. თავისუფალი ბაზრის კულტი, არაფერი არ უნდა ზღუდავდეს და თავისუფლად ეს ხელს აძლევს ზემდიდარს, ფულით უპირატეს და მაშინვე ამყარებს თავის მონოპოლიას, ესე იგი მსოფლიოში ზემდიდართა კასტა განუხრელად რომ გაბატონდეს, საჭირო არის თავისუფალი ბაზრის პრინციპების დანერგვა ყველგარო, სადაც უნდა იქშევა იმას იგდის, იმას დაეუფლება. ეს ერთი. ესე იგი თავისუფალი ბაზრის პრინციპი, პრივატიზაცია და პირველი რაც ჩვენ დაგვავალდებულა სავალუტო ფონდმა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა დღიდან დამოუკიდებლობისა და გამსახურდიას დამხობისთანავე იყო ის, რომ უნდა გატარებულიყო ტოტალური პრივატიზაცია. ფასები განთავისუფლებულიყო, ანუ ფასაც ყველაფერსაც ბაზარი არის მიწაზე მოქმედი უჩინარი ღმერთი, თავისუფალი ბაზარი და უნდა ჩატარებულიყო ტოტალური პრივატიზაცია, უნდა გაუქმებულიყო ყოველგვარი ფასთა კონტროლი და ეს ძალიან სწრაფად შეგვიყვანდა 60-ში. ეს ამას დაერქვა შოკური თერაპია. ეს გეგმა დაედო გამსახურდიასაც, რა თქმა უნდა, წინ ეს უნდა გაეტარებინა. გამსახურდიას დამხობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თითქმის ერთადერთი მთავარი მიზეზი იქ იყო რაღაც საკითხები, რაც თვლით რომ იმდენად არსებითი არ არის, ახლა უშეცდომონი ვერ ვიქნებოდით, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, ჩვენ არ გქონდა მსოფლიო პოლიტიკის მართვის გამოცდილება და რა ხდებოდა და ასე შემდეგ, ანუ ქართული ეროვნული მოძრაობა
უზარმაზარ სამყაროში. ინფორმაციულადაც დღევანდელთან შედარებით სრულიად იზოლირებული და ჩაკეტილი ვიყავით. მიუხედავად იმ შეცდომებისა, უმრავლესოდაც ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ამ დიდი საქმის გამოცხება, რასაც ეროვნული მოძრაობის თავკაცობა ერქვა, მაგრამ როდესაც იმ ფაქტის წინაშე დააყენეს, რომ ის უნდა გაეკეთებინა, რასაც გვავალებდა და შემდეგ 5-აზე რომ შევასრულებთ ეტაპობრივად. ახალაც მაღალ ნიშნებს გვიწერენ. ძალიან კარგად გააცნობიერა გამსახურდია, რომ ტოტალური პრივატიზაცია, ყოველგვარი კონტროლის მექანიზმების მოშლა და გაუქმება გამოიწვევდა იმას, რომ მთელი წარმოება განადგურდებოდა, გაჩერდებოდა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდებოდა სხვების ხელში. ამიტომ ტოტალურ უკონტროლო პრივატიზაციაზე მან უარი თქვა. ეროვნული ქონების ინფორმით გასხვისებაზე, რასაც პრივატიზაცია, ანუ პრიხვატიზაცია, ესე იგი მიტაცება და მტაცებლობად უნდა შეფასდეს, ამაზე თქვა უარი. და გარედან არც დაუმალია. აქვე წავიდა დიდი მღელვარება შიგნით, რომ გამსახურდია კერძო საკუთრების პრიმატზე ამბობს უარს და მას უნდა რაღაც სახელმწიფო კაპიტალიზმის ნაირის დატოვებაო. ესე იგი ეროვნული მოაზროვნა პიროვნებო მიხვდა იმის გაკეთება, რასაც დასავლეთი გვავალებდა, არ შეიძლებოდა. ქვეყანა განადგურდებოდა ეკონომიკურად, ქვეყანა დაკარგავდა საარსებო სახსარსა და საშუალებას და გამოცხადებული დეკლარაცია და გამოცხადებული დამოუკიდებლობა დარჩებოდა ფარატინა ქაღალდი. აი ამას მიხვდა გამსახურდია. და მისი დამხობაც დაიწყო სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო ის ეგრეთ წოდებული ჩვენ გადასარჩენად მოწოდებული რეფორმები, რომელმაც მიიყვანაენ წერტილებამდე. რა მდგომარეობაც გვაქვს და რა მდგომარეობა ქართულს, ქართველმა დაკარგა საკუთრება, კარგავთ მიწას, გავრბივართ აქედან და ხონჩით გატანილი ქვეყანა საერთაშორისო ბაზარზე იყიდება. ვინ აღარ შემოდის, ვინ აღარ ეპატრონება, კიდევ ცალკე განხილვის თემა. ესე იგი, ის რაც ევროკავშირში განვითარდა სწორედ და ფეხი იქაიდგა პოლიტიკა დასავლეთშია, დასავლეთმა წამოიწყო, დასავლეთმა გააბატონა იქ სადაც შეეძლო და სადაც ვერ გააბატონა ეს შეხედულებები. ის ქვეყნები ფეხზე დადგნენ და წამოიწირნენ, მაგალითად ჩინეთი. ჩვენ წარმოვიდგინეთ და სამხრეთ კორეაც კი. იქ თლათ ისი არ მიუღიათ, როგორც დასავლეთიდან კარნახული. ესე იგი, გამსახურდია სწორედ არაპატიებს ის, რომ ის ეროვნული სიმდიდრის განეავება, გაფლანგვა და ხელაგებით გაანკერძოების, ხელახებით ხელაქნევის შემსრულებელი პიროვნება არ გახდათ. ამიტომ ის უნდა წასულიყო და ისინი უნდა მოსულიყვნენ, ვინც ამ გეს გაყვებოდნენ თავიდან ბოლომდე. თვით შევარდნაძეც კი პარადოქსია. გამსახურდია ჩაანაცვლეს შევარდნაძეთი, გამსახურდია ჩაანაცვლეს თავიანთი სამზარეულოდან გამოსული კაცით. მსოფლიო პოლიტიკის სამზარეულოში მიღებული პიროვნებით ჩაანაცვლეს, სწრაფად ჩაანაცვლეს გამსახურდია. შევარდნაძეთი. ეს იქ იყო მიღებული. ისიც კი ბოლომდე არ უსრულებდათ იმას და იმ ტემპებში არ უკეთებდათ, რაც მოითხოვებოდა და ამიტომ გახდა საჭირო. ფათაშორის კახა იმ დღეს ჩვენ პირად საუბარშიც აღნიშნე მე, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლებაც დაამხეს და მოიყვანეს ახალგაზრდა რეფორმატორები. აი მათ უკვე ის აკრიფეს როგორც საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა რომ დაიბეჭდა გაზეთებში, გაოცებული დარჩი. მე ვეღარც კი წარმომედგინა თუ ქვეყნის საკუთრებაში ამდენი ქონება კიდევ არსებობდა. აი მაშინ მოხდა ზოგადად იმ გეგმის ხელაგებით შესრულება. და სანამ ჩვენ ახლა იქით გავაგზავნებთ კიდე საუბარს, მე მინდა ვიღაცებს შეჭირო არ გამოიწვიოს, ორიოდე სიტყვით შევეხო გამსახურდიას ხელისუფლების
დამხობის მექანიზმს და ხერხს. როგორ მოხდა დამხობა? რუსეთში ამ დროს ელცინის ხელისუფლება გახლავთ, იმ ელცინის, რომელიც არაერთხელ აღვინიშნია, რომ ბრმა იარაღი და შემსრულებელი იყო დასავლეთის ხელში, იქ ჩადიოდა ამერიკის კონგრესში და გაბრუჟულ მდგომარეობაში სცენებიც არსებობს კლინტონთან ერთად არის და რაღაცებს გაუგებას ლაპარაკობს, აზრი არ არის რას ლაპარაკობს და კლინტონი საკმაოდ ხიარულობს ამის ნალაპარაკებზე, მე იქ სცენებია, სცენაც არის იმისი, რომ კონგრესში გამოდის და ღმერთმა დაროცოს ამერიკა და ამ დაგვარი ტექსტებით საუბრობს იქ. აი სწორედაც ელცინის რუსეთზე გავლით დასავლეთის შეკვეთით ხდება გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა. ის ვინც ამბობს, რომ ეს დამხობა დაგეგმა დასავლეთმა მართალია. ის ვინც ამბობს, რომ რუსეთმა დაამხო გამსახურდიას ხელისუფლება, ისიც მართალია, ოღონდ სანახევროდ მართალია. შეკვეთა და დაკვეთა საიდან მოდიოდა, ეგ იყო ამ შემთხვევაში მთავარი. თორემ ელცინი იყო ყველა ნებასურვილის აღსრულებელი. რასაც ავალებდნენ, იმას აკეთებს კი არა თავის საკუთარი ქვეყანა დაშალა. თვით გამოცხადებული რესპუბლიკებით იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკებით იყო რუსეთის ფედერაცია სავსე. ეხლა ეს არის ის საზოგადოების ჩეჩნეთის ამბავი როგორც გავიხსენოთ. დაუმთავრებელი ომი. ახლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ დღევანდელ ფონზე, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე 50 სახელმწიფოზე მეტი ებრძვის რუსეთს და რუსეთი მაინც წინ მიიწევს აი ეს ელცინი ნაწყენი იყო ბელორუსიაზე, რომ ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა არ უნდაო და რა უყოთ, როგორ გაუჩინოთ დამოუკიდებლობის აი დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე მთელი ნატო დასავლეთი ებრძვის 50 სახელმწიფოზე მეტი ებრძვის თავისი შეიარაღებით, ფინანსებით, ყველაფრით კი შეიძლება მიაწოდონ ბოევიკებით დამთავრებული, მომზადებული ბოევიკებით და რუსეთი მაინც თავისას აკეთებს. ანუ ვერ ამარცხებენ. რუსეთისთვის ესეთი გადაუჭრელი პრობლემა იყო ჩეჩნეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის დამყარება. აი ამას ხას რატო უსვამ მე, რა შუაში აქვს, ჩვენ რაზე ვსაუბრობ. იმ შუაშია, რომ ანუ ელცინი საკუთარ ქვეყანასაც ანგრევდა. ვერ გადიოდა იმ ჩარჩოებიდან, რომელ ჩარჩოშიც დასავლეთმა ჩასვა და მოაქცია. ხოლო იმ დავალებების შესრულებით იყო დაკავებული, რომელსაც მას ავალებდნენ. და ერთ-ერთი ესეთი საკითხის გადაწყვეტა იყო საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. ხლა ამერიკის ჯარები და მათი შეიარაღება ვერ ჩამოვიდა და რუსეთი ახლო იყო და სწორედაც მისი ხელით გადაჭირეს ეს პრობლემა. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლის კონსტრუქტორებმა ასე ჩაიფიქრეს, რომ სოფლიო ერთმართველობის შექმნა ეს ერთი საკითხი. თუმცა აქ იყო ფორმაციული საკითხი, კაპიტალიზმს არ შეუძლია იყოს ჩარჩოებში. ის მუდმივად უნდა ფართოვდებოდეს. ასიმეტრიული გადანაწილება და კრიზისი რომ თავიდან აიცილოს, მუდმივად ახალ-ახალი შემოსავლების წყარო ჭირდება. საბჭოთა კავშირი უნდა გადაქცეულიყო დასავლეთის ნედლეულის ბაზად. დასავლეთის იაფასებ მომსახურე პერსონალად და ასევე დასავლეთის თავისი დაგროვილი ცოდნის და ინტელექტის გაცემის ბაზად უნდა ქცეულიყო. ასეთი როლი ნებისმიერი ეროვნული აზროვნების მატარებელი ხელისუფალისთვის იყო მიუღებელი. ამიტომ გამსახურდია ხელისუფლები და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაეყენებინათ და ჩამოეცილებინათ. ასეც გაკეთა. შეიძლება საქართველოს მასშტაბები შეიძლება მათთვის ვერც საშიში იქნებოდა და ვერც ძალიან დამაზარალებელი თუ მაინდამაინც საქართველოში ესეთ ხელაღებული პრივატიზაცია არ მოხდებოდა და საქართველოს ქონებას არ ჩაიგდებდნენ ხელში, ხო მაგით ალბათ არ დაიღუპებოდნენ, მაგრამ ეს ცუდი პრეცედენტი იქნებოდა. თავისთავად კი. იმიტომ რომ აღმოსავლეთ ევროპაში და საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე ეს პროცესი უკვე წარმატებით მიმდინარეობდა და პრინციპში გამსახურდია იყო ის, ვინც ასე ვთქვათ
ხერს უშლიდა მათი აი ამ გეგმების საქართველოში განხორციელებას და ეს იქნებოდა ძალიან ცუდი პრეცედენტი. ამიტომ სასწრაფოდ სანამ ეს ცოტა თემს შეისხმავდა, გახმოვანდებოდა, სხვებისთვის ყურადღების მისაქცევი გახდებოდა, სასწრაფოდ უნდა გადაწყვეტილიყო ეს პრობლემა და გადაწყვეტეს კიდევ. ახლა რომ არაფერი ვთქვათ იმ მაღალ სულიერ, მაღალ მორალურ მისწრაფებებსა და იდეალებზე, რასაც ეს პიროვნება ატარებდა და მის კვლევებში და მის ნაწარმოებებში, მის მოღვაწეობაში ყოველ მხრივ ჩანს, ასევე კოსტავა, ერაბ კოსტავა. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, რა დამოკიდებულება ჰქონდა კოსმოპოლიტურ დემოგრაფიულ ინტერნაციონალისტურ დემოგრაფიულ პოლიტიკასთან გამსახურდიას, რაც საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა, რაც მიზნად ისახავდა სწორედ ქართველი ერის გათქვეფას, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა გამსახურდიას. ანუ გამსახურდია იყო სინამდვილეში, ეს ყველამ უნდა იცოდეს, ის რა დღეს ევროკავშირში არის აბსოლუტურად ამის მოწინააღმდეგე. და სწორედ ამიტომაც დამხეს და ამიტომაც გამოასალმეს ნადრევად ცოცხლეს, რაც ხელისუფლებად. რა დამართეს ნებისმიერ ქვეყანას, მათ შორის წამყვან ქვეყანას დემოგრაფიული თვალსაზრისით, სულიერი თვალსაზრისით, კიდე საფრანგეთი, კიდე ინგლისი ავიღოთ, ამხელად გამოსულებია. ესე იგი, გამსახურდია ცოცხალი რომ ყოფილიყო, ნომერ პირველი მოწინააღმდეგე იქნებოდა სწორედ თანამედროვე ევროპეიზმის, თანამედროვე ამ ევროკავშირელობის და თანამედროვე დაუოკებელი ევროპის ვისაც არ ახსოვს გავახსენოთ რომ აი სწორედაც გამსახურდიას დამოკიდებულება აი ამ ათქვეფის საზღვრების მოშლის, ერების მოშლის, წმენდების მოშლის და საქართველოს ტერიტორიაზე ამდენი უცხოელების ჩამოყვანის, ჩამოსახლების მიმართ ისეთი პოზიცია ჰქონდა, რომ ამის გამო მას ნაციონალიზმშიც კიდევდნენ ბრალს. პროვინციული ფაშიზმი ჩამოაყალიბა. ხო, აი ესეთი ბრალდებაც წარგვიდგინეს. ხო, თავის დროზე. მისი საქმის გამგზელებლები, კანონიერი ხელისუფლების აღდგენები, ეს რა თქმა უნდა ორივე წყალებში არიან ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეები და თან სპეკულირებენ ისევ და ისევ ანუ რაზე იმისათვის რომ ადამიანი მიიყვანო ხუთთან აი ამ პირობებში რაც არის ანტიეროვნული და ასე შემდეგ საჭიროა და ისევ იყენებენ ეროვნული გმირების სახელებს სპეკულირებენ. ილია ჭავჭავაძე გამსახურდიაც საითაც მიგვაქანებს დასავლეთი ეს ადამიანები იქნებოდნენ და არიან ნომერ პირველი მოწინააღმდეგეები და სხვათა შორის ერთი სიცოცხლეც პროდასავლები კოსმოპოლიტების ხელით დასრულდა ილია ჭავჭავაძე ყავს ხედელობაში, იმიტომ რომ სოცდემოკრატიული მიმდინარეობა დაბაუმელი შეჰყურებდა ილია ჭავჭავაძეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი თუ ქვეყანას უწევს ეროვნულ პრობლემას და აგვარებს რაც ავტონომიის საკითხებზე ჰქონდა, რაც თითქმის შეთანხმებული იყო დროინდელი იმპერატორის ხელისუფლებასთან. ილიამ შეძლო და დაარწმუნა იმპერატორი, რომ ასევე აგვარებდა ბატონყმობის შეცვლის საკითხებს და სოციალურ საკითხებსაც წვედა და ევროპეისტი იქ განათლება მიიღებული ეგრეთ წოდებული მესამე და ახალგაზრდობა თავის ადგილს უკვე ვეღარ ხედავდნენ. არა და ილია ჭავჭავაძემ ნოე ჟორდანიას შესთავაზა თანამშრომლობა. დაინახა ამაში დიდი ნიჭი, მაგრამ ეს ვერ მოხდა. ესე რომ ევროპაში გაზრდილმა კოსმოპოლიტებმა გადაწყვიტეს ილიას მოკლა და გზიდან ჩამოცილება. ილიას წელადადაც ვილაპარაკეთ, ილიას ლიბერალიზმი სწორედაც გულისხმობდა ამ კლასებს შორის მუშები ხანად საქართველოს პროლეტარიატი თითქმის არ არსებობდა, მაგრამ აი მუშთა კლასი, გლეხობა და ეს თავადაზნაურობა, აი ბატონყმობის გადაგდების პროცესში, ამათ შორის სისხლი და დაპირისპირება რა არ წასულიყო. ურთიერთმიმტევებლობა, უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა მიწის ნაკვეთი. ერთმანეთის მიღება, ასე ვთქვათ, რომ ერთმანეთის მიმართ აუტანლობა და მიუღებლობა არ ქონოდათ. აი მისი ლიბერალიზმი მაგას გულისხმობდა. ამ დროს
სოციალ-დემოკრატები რა პირიქით ისინი კლასობრივ დაპირისპირების და ხელოვნურად თითქმის გამოწვეული გამოგონილი დაპირისპირების აგორებაზე მუშაობდნენ, იმიტომ რომ თავს პროლეტარიატის ინტერესების დამცველად გრძნობდნენ, აცხადებდნენ, მაგრამ იმასაც გრძნობდნენ, რომ რეალურად როცა პროლეტარიატი არ არსებობდეს, კომიკურ სიტუაციაში იყენებდნენ თავს. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს, როდესაც აღარ მახსოვს სამწუხაროდ იმ ვერ გავიხსენებ, რომელიღაც სოფლების აღრაზე იყო ლაპარაკი და რაღაცა და ესენი თითქოს და მეფის რუსეთის პოლიტიკის ყოველთვის მოწინააღმდეგებად გამოდიოდნენ, აი ამ საკითხში ხმა არ მოუღიათ. რატო? იმიტომ რომ რაც მეტი მოსახლეობა აიყრებოდა, უმიწაწყლო დარჩენილი რევოლუციისთვის იოლად გამოიყენებდნენ. ანუ ეს საკითხები ხა შემოვიდა ძალაუნებურად საუბარში და იმის თქმა მინდოდა მე ამ ყველაფრით, რომ ყველა დროში ყოველთვის ხალხის და ეროვნული ინტერესების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ერის ინტერესები და ქვეყნის ინტერესები ნაკლებად თუ აინტერესებს ვინმეს და მე მინდა აქედან ახლა თუ მაგ საკითხზე თუ დავამთავრეთ საუბარს, თუ შეიძლება მინდა ორი სიტყვით ხელისუფლებასაც შევეხო. აუცილებლად. რადგანაც ჩვენ თქვით რომ ილიას ამ დანატოვარის ენა მამულის სარწმუნოების სათავისოდ გამოყენებას ძალიან აქტიურად ცდილობენ. დღეს ქუჩაში ის ახალგაზრდობა დგას სწორედაც ამ ხელისუფლების დამსახურებაა და რატო? ის ახალგაზრდობა დედაენაზე რომ გაზრდილიყო, ის ახალგაზრდობა სწორედაც აი ამ ღირებულებებზე რომ გაზრდილიყო, რასაც სამშობლოს სიყვარული ქვია, საკუთარი ერის სიყვარული ქვია, რასაც საკუთარი ენის დაფასება და სიყვარული ქვია, რასაც მართლმადიდებლური ღირებულებების და რწმენის სიყვარული და დაფასება ქვია. ჩვენ არ მივიღებდით იმ კატეგორიის ახალგაზრდობას, რომელიც დღეს იქ დგას. იმ მოთხოვნებით, იმ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობით, LGBT ცისფერი LGBT ფერადი დროშებით, ევროკავშირის დროშებით, შეერთებული შტატების დროშებით და თქვენ წარმოვიდგინეთ უკრაინის დროშებითაც. დღეს იქ ის ახალგაზრდობა არ იდგებოდა. თუ იდგებოდა 10 ჯერ და 20 ჯერ უფრო ნაკლები იდგებოდა იქ. აი ამ ღირებულებებით რომ გაზრდილიყო. მაგრამ ჩვენი სასკოლო პროგრამები იცის ყველა მამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ შეგახსენებთ. ჩვენი სასკოლო პროგრამების ისეა შედგენილი აღზრდის მეთოდები იმდაერია ჩვენ სასწავლო დაწესებულებებში, თვით უმაღლეს სასწავლებლებში, რომ სწორედაც აი ამნაირი ახალგაზრდობა უნდა გაიზარდოს. კოსმოპოლიტი, დასავლეთისკენ მოძღირალი, ცრუ ღირებულებებს დაყრდნობილი, დაყოლილი, აი ეს არის შედეგი იმისი, რა სასკოლო პროგრამებითაც, რა მიმართულებითაც, რა ღირებულებების ჩაგონებითაც იზრდება დღეს ჩვენი ახალგაზრდობა. მართალია. 13 წელი არ ეყოთ ამათ იმისთვის, რომ რაიმე რეალური ცვლილებები შეეტანათ ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში და დაენერგათ დიახაც ქართულ ტრადიციებზე აღზრდილიყვნენ ჩვენი ახალგაზრდები, ქართულ ღირებულებებზე და მართლმადიდებლურ ღირებულებებზე აღზრდილიყვნენ ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდები და სცოდნოდათ ჯერ პირველ რიგში ის, რაც ყველაზე აუცილებელია, რომ ადამიანი მამულიშვილად საკუთარი ქვეყნის ღირსეული ჯარისკაცად ჩამოყალიბდეს. დედაენების არარსებობა სასკოლო სწავლებაში ეს პირველი ნაბიჯია, როდესაც 6 წლის ბავშვი შეყავს და წვეტავ მშობლიურ ფესვებს. ის იქიდან ყალიბდება უკვე არაქართული სულიერების მატარებლად. აი ეს არის პრობლემა. და არა მარტო ეს, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იმისი, რაც დღეს შედეგები მივიღეთ. საშინელი სახელმწიფო ეს ყველაფერი უკან შემოუტრიალდათ. აი ეს თავისი ნამოღვაწარი ამ ხელისუფლებას შემოუტრიალდა უკან და დღეს ის ახალგაზრდობა დგას და მხარს უჭერს ამ ხელისუფლების დამხობას. და ამავე დროს მოხდა გასაგებია, რომ
ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებს ეგრეთ წოდებული ეროვნული ფლანგის და კონსერვატიული ფლანგის წარმომადგენელი პარტიებიც, პატარ-პატარა პარტიები თუ გაერთიანებები, ხელისუფლება ამ პატარა პარტიებს და პატარა გაერთიანებებს მხედველობაში საერთოდ არ იღებს, თავის ოპოზიცია თulis ქუჩაში გამოსულა იმ ნაწილს, პროდასავლურს, უსამშობლოებს რომ უწოდებს და სადღაც მართალია, თუმცა არსებული ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მსოფლიოში პირველებმა დაიწყეს deep state-ის წინააღმდეგ და უსამშობლოების წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოდან დაიწყო და პირველებმა დაიწყეს თვითონ, ამით ბევრი ჯგუფის უკმაყოფილებას იწევენ, მცირერიცხოვანი ჯგუფებია, მაგრამ მიზეზი მათაც რატომ უნდა იყვნენ ასეთი განაცხადისადმი უკმაყოფილოები. და აი მერე შემდეგო ტრამპის მოსვლით ამერიკაც შემოგვიერთდა და ჩვენ ერთ ფრონტის ხაზზე ვართ, ასე უნდა თავი წარმოაჩინა. პროდასავლური ამ შემთხვევაში პროდასავლური ნაწილი სამაგიეროდ ამხელს იმ შიდა სიბინძურეებს, კლანურ მმართველობას, კომპრომეტების შეგროვებას და ასე შემდეგ და იმ კორუფციულ სქემებს, რაც ეხლა გამოვიდა ზედაპირზე, ხელისუფლებას გამოაქვს იმით, რომ ალბათ იმით, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიისთვის სასიკეთოა, რომ ხალხო კორუფციას მე თვითონვე ვებრძვიო, არის ვაღიარებ ამ ფაქტს, რომ კორუფცია ქვეყანაში და მე თვითონვე ვასწორებ, ამის თქმა უნდა ალბათ. შესაძლოა. გარდა მაგისა, აი როგორი კანონების მიმდევარი ხელისუფლება და დამცველი ხელისუფლება, რომ მხოლოდ ოპოზიციური ფრანგის წარმომადგენლები მარტო იმათ კი არ აპატიმრებს. აი აქ ჩემთანაც თუ არიან კანონმდებლობები, მე ჩემთანაც ვაპატიმრებ, ჩემ ხარდამჭერებსაც ვიჭერდა. ერთგვარად, გარკვეულ იმიჯს იქმნის, გარკვეულ მოაჭრებს ყოველდღიურად იჭერენ და თუმცა ვინ დააკანონა და ვინ ჩაუყარა ამას საფუძველი თუ არა ამ ნარკო მოვაჭრებს რატო არ იჭერდნენ 2 წლის წინ, 5 წლის წინ, 10 წლის წინ? ისეთი რა შეიცვალა სანამ მოხდებოდა ამდენი ახალგაზრდების გაუბედურება. როგორც თვითონ ამობენ, სუვერენიტეტის შანსი ჩდება, აზროვნებაში გარდაკეხა შემოდის და ჩვენც ამ სოფლიო პროგრესს ავდებთ, ამ სოფლიო პროგრესის შემოქმედნი ვართო. ამას ჩვენ ჩავდივართო, აი გთალად აისახება რაღაც ჭეშმარიტება. სინამდვილეში მათი მხილება მარტად საქართველოდან დაიწყო. და არა ოცნების სახელმწიფო ოფისიდან. აქედან დაიწყო სოფლიო პროგრესის მოწოდება უფლისნებით, ესა ახალი სიტყვა და ასე შემდეგ და ეს გვაქვს მოპარული, მითვისებული და ამით თავი გავიმშვენიერეთ, მე გავიხედეთ და მართლაც სოფლიოში ის დაიწყო, რაცაც საფუძველი სულიერად აქ ჩაეყარა. აქ გარკვეული სიმართლე არის, თუმცა ვისაც შეეპარება ნათქვამში. მე მოუწოდებ წაიკითხოს 95-96 წლებიდან მოყოლებული გამოსული გაზეთი, რომელიც ბატონი აკაკი ჯორჯაძის მეთაურობით და ხელმძღვანელობით გამოდიოდა და მთლიანად მის მიერ მოწოდებული მასალა იმეჭდებოდა მეტი სინათლე. გაზეთი მეტი სინათლე, ასე ერქვა იმ გაზეთს. 99 წლიდან თუ არ ვშთები, თუ არა 2000, მე მგონი უფრო 99 წლიდან დაემატა გაზეთი მძლეველი, რომელშიც უკვე უფრო მეტადრე პოლიტიკური საკითხები იყო წარმოდგენილი. შემდეგ იყო ახალი იერუსალიმის იგივე გამოცემა. ბატონი აკაკი ჯორჯაძის ირგვლივ და მისი მეთაურობით შექმნილი ორგანიზაციების საგაზეთო გამოცემა გახდათ ესეც და შემდეგ ახალი სიტყვა გაზეთი. აი ამ გაზეთებში რომელი წლიდან იწყება იგივე მსოფლიო ფარულ მმართველობაზე საუბარი, რომელი წლიდან იწყება დღეს რასაც deep state-ს ეძახიან, სიონიზმზე, თალმუდიზმზე საუბარი, მათი მცნებების დაბეჭდა, სიონიზმ ძელთა კრებების ოქმების დაბეჭდა,
კი ბატონო გაეცანით და ნახავთ როდიდან დაიწყო და სად დაიწყო ამ თემების სააშკარაოზე გამოტანა და მზის სინათლეზე წარმოდგენა. და ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ქვეყანა მთლიანობაში შეაბიჯა მსგავსების ფაზაში, რაც მეტად სახიფათოა, ესე იგი, რაც მოითხოვება, ახლა მივდივართ იმ მოთხოვნებთან, მაგრამ ჩვენ უფრო ანტიშივს ხედავთ, ესე იგი, ჯერ მოდის ანტიქრისტე და მერე მოდის ქრისტეს ფორმულა. ანტიქრისტე, იმიტომ ანტიქრისტე, რომ ქრისტეს გავს, ოღონდ შინაგანი ზრახვა ხეცისა აქვს. აი ჩვენც მსგავსების ფაზაში შევიდა პოლიტიკურად, საზოგადოებრივად საქართველო, ჩვენი ქვეყანა. დედამიწაზეც დაახლოებით იგივე სიტუაცია. და რას ნიშნავს? სიტყვიერად ენა მამული სარწმუნოება. არ მიუბრუნები ამ თემას. დიდ ხელისუფლება მოწია, deep state-საც ებდის და აქედან ჩვენ დავიწყეთ, თქო თვითონ მიიწერს. და ნამდვილი საფუძველი საიდან მოდის, რომ ეს ღვთისგან მოდის, და ეს ღვთის სიტყვა ამ მადლიანმა პიროვნებამ იტვირთა და გადმოგვცა. პირველი მამხიდე ხო, მაგრამ ეს გარეგნულად თავს კი ვილამაზებთ და ვითვისებთ, ეს მითვისება სიტყვის ქურდობაა სხვათა შორის. მაგრამ შინაგანი ზრახვა როგორია? აი ხო წინასაარჩევნო კამპანია და გინდა რომ ყოველ მხრივ ლამაზად წარმოაჩინო თავი, ასეთია ბუნება არჩევნების. რაც შეიძლება თავი უნდა გაილამაზო და მისაღები გახადო, რომ უთან შესასარგებლოდ მიიყვანო ადამიანი და შესასარგებლო ამინდი შექმნო, რომ გაიხარჯო ხელისუფლება. ხო ასეთი მდგომარეობაა, მაგრამ ის რაღაცამ რას თვალით არ ჩანს, ნახვარი ჩაგვცა, ჩასცა ოცნებას და რას გულისხმობ. რამოდენიმე დღე არ არის გასული, რაც კატარის შეიხთა დიდი წარმომადგენლობა გვესტუმრა იმ დიდი სასიყვარულო მეგობრობის გასაგრძელებლად, გასაღრმავლებლად. ეს იყო მართლაც ძალიან უდრო, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას სრულიადაც არ წაადგებოდა, მაგრამ კაცი ჭობდა ღმერთი იცინოდა. მოვიდა ყველაფრის გამოვლინების დრო, რაც დაფარული იყო. ანტიქრისტე ზოგადად, ანტიროა იმისი გამოვლინების დრო არის მოსული და ჩვენ ხომ მსგავსების ფაზაში ვართ შესული. მსგავსი კრავისა, მაგრამ იზრახის როგორც ურჩხულიო. და ჩვენ კი გვინდა რომ ეს ურჩხულის ფორმა დავაფაროთ, მაგრამ ესეც უნდა გამოვლენილი იყო ჩვენთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, არჩევნების წინ, როცა დამხობასაც გვიპირებენ თან. და რა გამოჩნდა? მაინც რისთვის იყო ამ ხელა დელეგაცია ჩამოსული? რითი გვეტრაბახა არსებული ფაქტობრივი ხელისუფლება, სრულიად საქართველოს 6 მილიარდიანი ინვესტიცია მოგვაქვს აი ამ უმდიდრეს წარმომადგენლებისგანო 500 ჰექტარზე მეტი თბილისში, 300 ჰექტრამდე გონიოს მიმართულებით აჭარაში უნდა აშენონ ძვირფასი ფუფუნებისთვის საჭირო რამოდენიმე სართულიანი აპარტამენტებიო, მთელს ინფრასტრუქტურა შეცვლისო და ასე შემდეგ. 400 წელია, რაც 400 წელი ბატონობდა არაბობა თბილისში. იმის მერე რამდენი მე-11 საუკუნეში, მე-12 საუკუნისკენ დავით აღმაშენებელმა 800 წელია არაბებისგან თავისუფალი. 1020 წელს თუ არ ვცდები. ხო, 1020 წელს. კი. ზუსტი თარიღები ახლა გოდიში და ვერ დავიწყებ ამის გამოთვლას, მაგრამ 800 წელი მაინც არაბებისგან თავისუფალია თბილისთან. უბრუნებთ თბილისს, არაბული სოფლები გვაქვს აშენებული და ამ დროს ვიძახით, რომ ენა მამული სარწმუნოებაა და ილია ჭავჭავაძის ერის განვითარების ქვაკუთხედად დადებულ ფორმულას საკუთარი მოქმედების დევიზად ვასახებთ, ასე წარმოუჩინდით, არა? ასე ვიძახით, რომ ენა მამული სარწმუნოებანო ზნეობა და ოჯახის იწმინდა უნდა დავიცვათ, ესენი უსამშობლოები არიან, ომში უნდა დაუყონ და სურათებს აჩვენებენ, როგორაა გაპარტახებული ომში ჩაფრული მხარე, აი ჩვენ მშვიდობას ვიცავთ, ანუ მამულს ვიცავთ, ენას ვიცავთ, აი ქართულად ლაპარაკობთ, ივანე ზოსიმეს ისინი არ უნდა დაგვავიწყდესო და 6 მილიარდის ინვესტიცია, ეს 6 მილიარდის
უზარმაზარი აპარტამენტებით და ვინ იყიდის, ვის შემოყავს. აი როცა არ გვინდოდა სწორედ აქ შემოგვახსენა თავი და ეს ხალხი ახლა მოგვივიდნენ სტუმრად. ეხლა მოგვიწია მათი მიღება. მაინც რა საკითხებზე უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს? აღმოჩნდა რომ შეღებილი ყოფილა. ხო, ესე იგი ჩვენი ხელისუფლება შეღებილი ყოფილა. ხო, და უსამშობლოები არიანო, ჩვენ სამშობლოს გამყიდველები ვართ. ის ფთაც, ვისაც უპირისპირდება, რა თქმა უნდა, მომში რო ჩაგთავდა იქ, სხვა საკითხია და ამაში მართლები არიან. 9 მილიონიან ლაზიკის აშენებას აპირებდა და არ ამობდა რომ 9 მილიონიან ქალაქს რო ააშენებ. დანარჩენ ქართველობას გვაჩუქებდნენ თუ ჩვენ თვითონ ვიყიდით, ის თურქებს უნდა აეშენებინათ. 35,000 თურქს უცებ მისცა მოქალაქეობა. ჩვენი ქართველი ფერეიდნელები დღესაც იხვეწებიან ადგილ ბინადრობისა და სამშობლოს ხილვის საშუალება მოგვეცითო და ერთნაირად თქვა გადარაზული კარებები მათაც და ეხლა დღევანდელ ჩვენ არსებულ ხელისუფლებასაც, ოცნებასაც მათთვის გადარაზულია კარები. სამაგეროდ კარი ყოველხრივ ღია გვაქვს და ერთმანეთს ულოცავთ და ქვეყანას სიამოვნებით ვამხსნეთ, რომ აი ავაშენებინებთ ეხლა და შეიძლება ჩვენი ცხოვრება სამუშაო ადგილები გაბიჭდება და გაჩაღებული გვაქვს ბინადრშენებლობა. სათამრჯენებად გადავაქციეთ პატარა ნიუ-იორკს და დავამსგავსეთ თბილისიც, ბათუმიც. და ვინ კიდულობს ამ კორპუსებში ქართველების გარდა ყველა. ხო, ბიზნესია. მშვენიერი კლიმატური პირობები, უარესად ლამაზი გარემო, ხრიოკი და უდაბნოებია და ეს. და ამ ადამიანებს რეკლამას უკეთებთ, როგორ შეიძინონ ბინის ფართი და რა მთელ სოფლიოში რუსულ ენაზე იტენის ძალიან ხშირად ხდება, ასევე ინგლისურ ენაზე და ვინა ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძის სულიერი მემკვიდრეები, ან გამსახურდია სულიერი მემკვიდრეები ჩვენა ვართ? ან ერთი მხარე და ან მეორე მხარე და ან ის კანონიერ ხელისუფლება თროთვლი თავს, ევროკავშირშია ის რაც გამსახურდიას უნდა და რისთვისაც ეწამა და თავი დასდო? ევროკავშირშია? ევროკავშირში არ არის იქ ერები გაუბედურებული და ასე შემდეგ? აი რას ამხელს ეს წინასაარჩევნო კამპანია. ახლა დიდი სიამით ქუჩაში მყოფნი ამხელენ როგორი კლანური მართვაა და რა ახლა კორუფცია. არა გასაკვირი, იმიტომ რომ მაშინ უნდა გავიხსენოთ ბატონი აკაკის მთელი რიგი არა მარტო საუბრები, არამედ სტატიები და გაზეთ მეცნიერებაში და ასევე ძლეველში გამოქვეყნებული, სადაც იგი პირდაპირ წერს, რომ არსებული ფორმაციის პირობებში, არსებული გლობალიზაციის პირობებში ადგილებზე კლანურ მაფიოზურ მმართველობების დანერგვა ხდება მიზნობრივად. ესე იგი, საქართველოში კლანურ მაფიოზური მმართველობა უნდა დანერგილიყო. არა მარტო საქართველოში, რატო? იმიტომ რომ კლანურ მაფიოზურ სტრუქტურის წარმომადგენლებს საკუთარ ერის შვილებთან ერთთან კავშირი არ აქვს. ამგვარი ადამიანების საკრებულოთი სწორედ ძალიან ადვილია ქვეყნის დაპრივატება, ყიდვა. ეს თვისობრივია მთელი მსოფლიოს მიმართულებით. ამიტომ ჩვენ არ გვიკვირს ის რასაც ახლა მეორე მხარე ამხელს, თუმცა როცა თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, თვითონაც ზუსტად ანალოგიური კლანურ მაფიოზური პრინციპებით მართავდნენ ქვეყნიერებას. ენა მამული სარწმუნოებაო და გაივლი ქუჩაში და ძალიან იშვიათად ესმის ქართული ლაპარაკი, ყველანაირ ენაზე საუბარს გაიგონებ. ადრეც ვისაუბრეთ, ჩვენ აღარ შევჩერდებით, ჩვენი ქუჩები გადაჭრელებულია არა ქართველებით. აგერ ვისაუბრეთ ჩვენი წინაპრების სისხლით და უფლით მოტანილ მამულებს ვიზე ასხვისებენ, ვის ასყიდებენ. სარწმუნოება ხვალე-ხვალზევით სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა მეჩეთებითა და სხვადასხვა რელიგიური სამლოცველოებით გადაივსება ქვეყანა, იმიტომ რომ
როდესაც ქართველები ცირდებით, სხვები მოდიან სახლდებიან და უმრავლესობაში ისინი აღმოჩნდებიან, ჩვენ ვეღარ გავაკონტროლებთ და მართლმადიდებლური ეკლესიებიც ისევე უცირესობაში მოხვდებიან, როგორც თვითონ ქართველები საკუთარ მიწა-წყალზე. ცეცხლი ოლიგარქიაცო გაყვირია ქუჩაში, ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები, ხო, ჯერ ერთი რომ თითქოს მხოლოდ საქართველოშია ოლიგარქიული მმართველობა და თითქოს მთელი მსოფლიო ასე არ იმართება ოლიგარქების და ფულიანი მევახშეების ბრძანებით არ ხდება მსოფლიო ცხოვრების წარმართვა. ხო, ცეცხლი ოლიგარქიას, მაგრამ იმ გაგებით კი არა, რომ ცეცხლი ოლიგარქებს კი არა, ოლიგარქიულ სისტემას. ინფორმაციას, რომელიც ასეთ ოლიგარქებად გვაყალიბებს. კი ბატონო, რომელიც თელ მსოფლიოშია მოდებული და რომელიც თელ მსოფლიოში მუშაობს. და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მარტო საქართველოს ჭირი არ არის. ბოლო ჭამში გამოდის ისე, რომ ერთი მხარე ამხელს მეორეს, მეორე მხარე ამხელს პირველს. ჩვენ არ გვაქვს მაგის შესაძლებლობა, ჯერ ერთი ეს ინფორმაციები მოვიპოვოთ ერთმანეთზე დრონებით გადაღებულ სურათებს, მათი სასახლეების და ქონების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე ვინ სად რომელ ქვეყანაში და რომელ ქალაქში იყიდა აპარტამენტები, ერთმანეთს უდებენ ამ ინფორმაციას, ამხელენ. ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ჩვენ იმის საშუალებაც არ გვაქვს ინფორმაცია რომ გქონდეს, რომ ფართო მასებს მივაწვდით ხმა, ჩვენ აგე პატარა ოთახში მოვაწყეთ სტუდია და აქედან გესაუბრებით ყოველკვირა. სამაგიეროდ რაღაცა მოვაწყო ისე, რომ სწორედ ისინი ამხელელ ერთმანეთს და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია, რაც წარმოადგენს ერთი მხარე. ხეცი თავის თავს თვითონ ეს აი მერტია ისე მოვაწყო რა. ასევე რაც წარმოადგენს მეორე მხარე და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პირველ რიგში ქართველმა უნდა გაიაზროს, რომ ამ სისტემაში უკეთეს ხელისუფლებას არ უნდა დაელოდო. იმიტომ რომ ჩვენ ადრეც გვისაუბრი აღამინდა გავაგზავნო, მაგრამ ეს ადამიანები, როდესაც დაიბადნენ, ბავშვები იყვნენ, ისეთივე ანგელოზები იყვნენ, როგორც დღეს ჩვენ საახლობლოში, ჩვენ სანაცნობოში, რა ვიცი, უყურებთ ბავშვებს და აბსოლუტურად სუფთა და სპეტაკები არიან. ისინიც ესეთები იყვნენ. მერე ცხოვრებამ, სისტემამ, აი იქ მოხვედრამ იერარქიულ კიბეზე გახადა ისინი ამნაირები. ასეთ მანქურთებად გვაქცია. ასეთებად აქციათ ისინი და სისტემამ ჩამოაყალიბა ისინი ამდაგვარად და აი ამ სისტემაში შეშვებული ადამიანი, რაც არ უნდა სუფთა იყოს, რაც არ უნდა პატრიოტი იყოს, როგორც მინიმუმ მოაცვეთავს მას იმ ჭყალებს, რომლითაც მან ეროვნული ინტერესებისთვის უნდა იბრძოლოს და სამშობლოს ერთგულება ჩაკრავს მაშინ როგორც მინიმუმ. ვერ შეძლებს იმის რაიმეს შეცვლას, ვერ ნახავს ის თანამოაზრეებს ამ სისტემაში. ამიტომ საჭიროა ამ ფორმაციის შეცვლა, საჭიროა ამ სისტემის შეცვლა. ეს არ არის არაერთჯერ აგვიხსნია, ეს არ არის რამოდენიმე ადამიანის ახირება. ეს არ გახლავთ თუნდაც ბატონი აკაკის მიერ შემუშავებული პროგრამა და გეგმა. ეს არის დროის მოთხოვნა, ეს არის უფლის მოთხოვნა. ამ გზით სიარული გადაარჩენს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანას. ძალაუნებურად ჩვენ გვიხდება ერთი და იგივეს გამეორება ძალიან ბევრჯერ, თითქმის ყველა გადაცემაში და ახალსაც სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ უკაცრავად, იმიტომ რომ გადარჩენის გზა მხოლოდ ამაზე გადის, სხვა გზა გადარჩენის არ არსებობს. დააგდესო ნინეველებმა ბოროტების გზა და აღარ იყო ღმერთმა იმას, რასაც პირდებოდა. ბოროტება სწორედ ჩათესილი აი ამ სისტემაში. და აი ამ სისტემის შეცვლა არის საჭირო, ბოროტების გზის დაგდება არის საჭირო, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისგან მოითხოვება. დღეს მე მგონი საკმარისად დიდი დრო წავიღეთ. ახლა დავემშვიდობოთ, მადლობა მოუხადოთ ჩვენს მენელს. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ ყურადღებისთვის.